მოგესალმებით მეგობრებო, დავბრუნდი როგორც იქნა ერთ თვიანი პაუზის შემდეგ YouTube-ზე. დღევანდელი ჩვენი სავარჯიშო კომპლექსი იქნება ფეხებზე ორიენტირებული, იქნება body ballet-ის ელემენტებით და შესაძლოა იფიქროთ, რომ მარტივი კომპლექსია, მაგრამ არამც ნახავთ თქვენ თვითონ, რომ საკმაოდ კარგად წაგეკიდებათ ცეცხლები ფეხებზე. თითქოს მარტივი მოძრაობები, არც ისე მარტივი იქნება საბოლოო ჯამში. ვიწყებთ, მანამდე არ გავიწყდებათ ჩემი YouTube არხის გამოწერა, თუ პირველად ხართ აქ. და თუ არ ხართ პირველად, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი. მოკლედ, დავიწყოთ. როგორც მიხვდებოდით, ფეხზე დამდგარ მდგომარეობაში ვასრულებთ მოძრაობებს. პირველი მოძრაობისთვის ესე ფეხის წვერები გვაქვს წინ. ოდნავ პატარა ჩასვლას ვაკეთებთ მუხლებით ქვემოთ. აი ზამბარასავით მოძრაობთ. ეს არ არის სკვათი. მოძრაობის დროს ზედა ტანიც იხრება ოდნავ მუხლებისკენ. ზამბარა, ფეხი გვერდზე, ზამბარა, კვლავ გვერდზე. არ ვწევთ, ანუ ჩვენ მიზანი არ არის რომ ძალიან ზემოთ ავწიოთ ფეხები, უბრალოდ აი ესე ზამბარასავით ძალიან მსუბუქად, ჰაეროვნად მოძრაობთ. 1 2 3 ხელები როგორც გინდათ არ აქვს მნიშვნელობა. არ ვივიწყებთ მოძრაობის დროს სუნთქვას. 6 7 და 8 ჩავდივართ ფეხი გვერდზე. აი ესე გაჩვენებთ. მოდი, მეორე ფეხი იყოს გვერდზე. და აქედან მიგვაქვს უკან, ისე რომ ზედა ტანი გადადის წინ, საყრდენი ფეხის მუხლი იყურება და ფეხის წვერი წინ. სწორდებით, ანუ ისევ გვერდზე ვათავსებთ ფეხს, ისევ წინ. თუ გვერდზე რაიმე ტიპის საყრდენი გჭირდებათ, რომ წონასწორობა შეინარჩუნოთ, არ მოგერიდოთ, ეყრდნობით თქვენთვის მოსახერხებელ სკამს, კარს, დივანს, ნებისმიერ რამეს. მხრებში მოხრილები არ ვართ. გადაშალეთ, მუცელით შემოკეცეთ, ვიღებთ ერთ წერტილს, რომელსაც ვუყურებთ და გვიმარტივებს მოძრაობის შესრულებას. 3 საყრდენი ფეხი უკვე კარგად გვეტყვირთება. 5 6 7 და 8 ჩვენი მიზანი არ არის, რაც შეიძლება მაღლა ავწიოთ ფეხი. ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ წონასწორობა. გვერდზე ფეხი. გავდივართ უკან, ისევ გვერდზე. 1 მხრებში არ ვართ მოხრილები, სუნთქავთ. 2 3 4 5 6 7 და 8 ჩამოვიდეთ, დავფერთხოთ ფეხები, ოდნავ მოვადუნოთ და მალევე ვაგრძელებთ. ესე იგი, ისევ ჩაჯდომებს ვაკეთებთ, ოღონდ ახლა ოდნავ განზე გაგვაქვს ფეხის წვერები, ჩავდივართ, აი ესე და ამოსვლისას ნახეთ, ფეხის წვერებზეც ავდივართ ზემოთ. ანუ ჩავდივართ 1 2 3 4 5 6 7 და 8 ჩევით ფეხის წვერებზე, ჩავდივართ ქვემოთ, დაახლოებით 4 თვალზე, ისევ ამოვდივართ ზემოთ. 1 2 3 4 5 6 7 და 8 ისევ ქვემოთ, ჩემსავით არ ყაყალებთ. 3 4 5 6 7 და 8 ოკეი, ოდნავ უფრო განზე ფეხები, ჩავდივართ, ამოვდივართ. 1 2 3 4 5
6, მსუბუქად ვართ მუხლებში, 8, ჩავდივართ 1, 2, ტერფებსაც კარგად ვამუშავებთ, 5, 6, 7 და 8. ამოვდივართ. ფეხის წვერები წინ, ვიხრებით მხოლოდ აი ესე. ნახეთ ამ ადგილას. ეს არ ნიშნავს, რომ მხრებში უნდა მოიხაროთ. ესე არ ჩავდივართ. გასწორებული, მაგრამ არაჩავარდნილი და გაბზეკილი ტაკოთი ამოიტანეთ ნეიტრალურ მდგომარეობაში თქვენი ზურგი. ჩავდივართ ფეხი უკან. ჩავდივართ უკან. ჩავდივართ უკან, არიხლებით მუხლებში 1, 2. ანუ ამას არ აკეთებთ, ხო? ნახეთ, მუხლები გასწორებულია უკან. 2, 3 და 4. აქედან უკან გატანილი ფეხი ამოვიტანოთ 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. ვტოვებთ ფეხს და მოძრაობა იწყება მუხლით. შემოგვაქვს მუხლი, გაგვაქვს 1, 2. ეს არის მენჯის ვარჯიში, გვერდულადაც გაჩვენებთ, არ ვიცი, იქნებ უკეთესად აღიქვათ 2. მხოლოდ მენჯში მიდის მოძრაობა 4, 5, 6, 7 და 8. ვიცი რომ კარგად აგეწვათ ეს საყრდენი ფეხი. მეორე მხარეს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, გვერდზე 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. აქედან მუხლი, აი იქ მენჯში შეიძლება პატარა ტკაცუნი გაიგოთ, არაფერი აძლევი ერთმანეთს ეხახუნება. 4, 5, 6, კარგად ცოტაც 7 და 8. ჩამოვიტანოთ. მოვადუნოთ ფეხები. აქედან გავიტანოთ ერთი ფეხი. გავიტანოთ ზუსტად ერთი ფეხი მეორეს გასწვრივ. არა თავიანთ ხაზზე, არამედ ერთმანეთის გასწვრივ. ჩავდივართ ისე რომ წინა ფეხის მუხლი არის ქუსლის ზემოთ ზუსტად. ამოვდივართ, გადავშალოთ. ისე ჩავდივართ, ამოვდივართ, გადავშალოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. მეორე მხარეს 1, 2, 3, 4. ოღონდ აი ამას არ მიკეთებთ, ხო? ძალიან იქით არ მიდის ფეხი, ზუსტად წინა ფეხის უკან. 5, 6, 7 და 8. ჩამოვიდეთ. მოვადუნოთ ფეხები. ავდივართ ფეხის წვერებზე. 3, 4, ისე რომ 4 თვლაზე ვანაწილებთ ასვლას, 4-ზე ჩამოსვლას. 1, 2, 3, 4, 1, 2, 3 და 4. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. შემოვიტანოთ კვლავ ფეხი, ამჯერად გადავიდოთ ესე ფეხზე და ნახეთ წინ გადავიხაროთ, გავსწორდეთ. 1, 2. ამ კომპლექსში ძალიან ბევრი ბალანსის ვარჯიში
გელოდებათ. როგორც ისედაც მიხვდებოდით. 7 და 8. მსგავსი ვარჯიშები ყოველთვის დაიწყეთ უფრო სუსტი ფეხით. და ნებისმიერ შემთხვევაში ერთი ფეხი უფრო იქნება ძლიერი, ისევე როგორც ცალმხარეს ხელი და ასე შემდეგ. ჩვენი კუნთების ასიმეტრიის გამო და იცადეთ ხოლმე, რომ ჯერ უფრო სუსტი ფეხი დატვირთოთ და ხელი და ასე შემდეგ. 7 და 8. აი ესე. კვლავ განზე გავშალოთ ფეხები, გადავიწიოთ წინ, ნახეთ. დააკვირდით, ამოვდივართ, გადავშალოთ ფეხები, ჩავიდეთ ქვემოთ. ისე. 1 2 გადაბმული მოძრაობა 3 4 5 მხოლოდ ფეხის წვერები მოძრაობს ფეხებიდან. ანუ თლიანად არ ტრიალდებით. 7 და 8. პატარა პულსები ზედატანის, ოღონდ არა მოხრილ მდგომარეობაში, ხო? ხართ გასწორებულები. 2 3 4 5 6 7 და 8. ამოდიხართ, ამოგაქვთ ფეხიც. ხეთ. ვამოძრავებთ მხოლოდ წვივს ზემოთ, ქვემოთ, უბრალოდ ფეხის წვერს. 7 და 8. გადავდგათ. ამოვიტანოთ მეორე, უკან. აი ესე. აი ნახეთ. 1 2 3 4 5 6 7 და 8. რას ტრიალებ წრეზე არ ვიცი, მაგრამ მინდა რომ ყველა მხრიდან კარგად აღიქვათ მოძრაობები და ბოლოს აი ესე ზემოთ ავწიოთ ხელები, გადავიხაროთ ერთ მხარეს, ჩამოვიტანოთ მთლიანად ხელები აი ესე. მეორე მხრიდან ამოვიდეთ, გავსწორდეთ. საპირისპირო მხარეს მთლიანად წრეზე ამოვიდეთ, გავსწორდეთ. 1 2 3 4 5 6 7 და 8. წინ ხელები, აი ეს მოვიხაროთ, გავსწორდეთ. მოვიხაროთ, გავსწორდეთ. 1 2 3 4 5 6 7 და 8. ჩამოვუშვათ და მოვადუნოთ ხელები. ეს იყო ჩვენი დღევანდელი ცოტა ბალანსზე, ცოტა ფეხების მოძლიერებაზე და ცოტა ყველაფერზე ორიენტირებული ვარჯიში. დიდი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ, დიდი იმედი მაქვს, რომ გამოიწერეთ ჩემი არხი. კომენტარებში აუცილებლად გელოდებით, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ალგორითმისთვის, რომ სხვებმაც ნახონ ჩემი ვიდეოები. მოკლედ, აბა დროებით გელოდებით შემდეგ ვარჯიშზე.